ნახოთ ალბათ ცოტა უფრო რთული ნაერთების თვის სახელის დარქმევა როგორ გამოვა. პირველ რიგში ისევ გადავნომროთ უბრალოდ ნახოთ რამდენი ნახშირბადი გვაქვს. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ესე იგი დავწეროთ ოქტან რაღაც. ოქტან, მაგრამ ჯერ მეტი არ გვინდა, არაფერს დაწერა. და ახლა მოდი დავუკვირდეთ რა ტიპის ფუნქციური ჯგუფები გვაქვს. აქ გვაქვს ამინო ჯგუფი, ესე იგი ეს არის ამინო. შემდეგ ეს აი აქ რაც გვაქვს არის ფენილი. ეს არის ფენილის ჯგუფი. ფენილი. და ბოლოს აქეთ გვაქვს ჰიდროქსი. ესე იგი ჰიდროქსი. და ახლა რადგან გადანომრო გვჭირდება ამის, ისევ დავფიქსდეთ იმაზე თუ რომელ ფუნქციურ ჯგუფს აქვს პრიორიტეტი და ნუ ეს შეთანხმების საფუძველზე აქვს რა თქმა უნდა და ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს აქეთ ალკოჰოლთან, ასე რომ ჰიდროქსიდან გადავნომროთ, გვექნება 1 2 3 4 5 6 7 და 8. აი ესე. კარგი, ესე იგი, მაშინ ოქტან შემდეგ 3-თან გვაქვს ჰიდროქსი ჯგუფი, ასე რომ შეგვიძლია მივაწეროთ ოქტან 3 2. ოქტან 2. ოქტან 3 2. ესე იგი, ეს ნაწილი გავითვალისწინეთ. ახლა დანარჩენ ორს შევხედოთ. ნუ მერვე ნახშირბადთან არის ამინო ჯგუფი, ანუ გვექნება 8 ამინო და ფენილი არის მეხუთესთან, ესე იგი მთლიანი სახელი გამოდის 8 ამინო. შემდეგ 5 ფენილ ოქტან 3 2. აი ეს არის საბოლოო ჯამში რაც გამოგვივიდა ამ მოლეკულისგან. და მოდი ახლა ვნახოთ მეორე და აქ შეხვდებით რაღაცას რაც შეიძლება აქამდე არ შეგხვედრიათ, ეს არის ნიტრო ჯგუფი და იმიტომ არ შეგხვედრიათ რომ იმდენად მნიშვნელოვანი არ არის როგორც დანარჩენი რაღაცები, რასაც ვარჩევთ ხოლმე. ეს არის ნიტრო ჯგუფი, ეს არის ბრომო ჯგუფი. მოდი მივაწერ ამ ყველაფერს თავის სახელს, პრინციპში ეს არის ნიტრო, ეს არის ბრომო ჯგუფი. და აქეთ გვაქვს ამინო. ცალსახად ამინო არის ეს. ამინო. ხო? და აქ სხვათა შორის უნდა მიხატული იყოს რატომაც არ არის, ეს არის ბენზინი. ეს უნდა ყოფილიყო ბენზინი, რატომაც გამორჩენილია აქ მიხატვა. და ახლა, ნუ ვიცით რომ ამ სამი ჯგუფიდან ამინოს აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა, ესე იგი ცალსახად ვიცით რომ გადანომრვას აქედან დავიწყებთ და შეიძლება ახლა გვინდოდეს რომ პირდაპირ აჰა, გასაგებია, ესე იგი ამას ერქმევა რაღაც 1 2 3 ბრომო, 4 ნიტრო, ბენზინ ამინი. ან რაღაც ეგრე. მაგრამ არა, აღმოჩნდება, რომ როცა კავშირში არის ერთმანეთთან ბენზინი და ამინო ჯგუფი, ამას ცალკე სახელი ჰქვია, ესე იგი ამდენად მნიშვნელოვანი და ხშირია, რომ კიდევ ცალკე სახელი აქვს, ამიტომ კარგი იქნება დავიმახსოვროთ. ესე იგი ეს არის ბენზინი, რომელიც კავშირში არის ამინო ჯგუფთან და აი ამას ეწოდება ანილინი. ესე იგი, აქ შეგვიძლია დავწეროთ ანილინი. დაბოლოება ეს იქნება ნამდვილად და 1 2 3 და 4 გადავნომრეთ, ასე რომ გამოგვივა 3 ბრომო. შემდეგ 4 ნიტრო ანილინი.